10x SEO სულ რაღაცა 2 წლის კომპანია, თუმცა ამ მოკლე დროში ჩვენ შევძლებთ და ბაზარზე პირველობა მოვივავეთ. მაგრამ დღევანდელი ვიდეო არ არის იმაზე თუ რა მაგრები ვართ, მაგას სხვა ვიდეო ჩავწერე. დღეს მინდა გულწრფელად და ავთენტურად მოგიყვეთ რა დგას ამ შედეგის უკან. როგორი ანტერპრენერის რეალური გზა ფილტრების გარეშე. თუ გაინტერესებს როგორ იქნება ნომერ პირველი კომპანია თავის სფეროში, დარჩი ვიდეოს ბოლომდე. მე ვარ დავით წილოსანი, 10x SEO-ს დამფუძნებელი. თუ SEO-ს აგენტოს ჩაწერ, ნახავ რომ Google ამ keyword-თან გვაიგივებს. თუმცა ეს არ არის მიზეზი, რატომაც ვთვლი რომ საუკეთესოები ვართ. ამისთვის 5 მიზეზი მაქვს. პირველი არის ჩვენი პორტფოლიო, რომელიც გამონაცდება ალბათ ნელ-ნელა. ძალიან კარგ, ძალიან საინტერესო პროექტებზე ვმუშაობთ ამჟამადაც. რეალურად ამ პროექტებში ბევრი გამოწვევა გვხდება, მაგრამ ეს ხდის მათ საინტერესოს, მე პირადად ძალიან მიყვარს ჩელენჯები და ზოგადად პრეცედენტების შექმნა. მეორე, ჩვენი კლიენტები არ არიან უბრალოდ კმაყოფილები, ისინი შედეგს იღებენ რეალურად, არ ხსენს ვიდეოს სადაც ვაჩვენებთ, რომ 10-მდე პროექტზე ტრაფიკი მინიმუმ 2-ჯერ მაინც გავზარდეთ, თუმცა ასევე შეგიძლიათ ეხილოთ ჩვენი კლიენტების რევიუები, რომელსაც აქვე ამოვანათებთ. მესამე, ჩვენი ოფერი ისე გვაქვს აწყობილი, რომ შეუძლებელია შედეგი ვერ მიიღო. პირდაპირ გითხრათ, ჩვენ ვმუშაობთ მცირე მარჟაზე, თუმცა სამაგიეროდ არ ვზოგავთ არც რესურსს, არც დროს და განსხვავება ამიტომ ჩვენსა და კონკურენტებს შორის არის როგორც ცა და დედამიწა. მეოთხე არის ჩემი გუნდი. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ისევე უყვართ ეს საქმე და ეს კომპანია, როგორც მე. მადლობა მათ, რადგან მათ გარეშე 10x SEO არ იარსებებდა. და მეხუთე, სისტემა. მე SEO-ს ვაკეთებ 13-14 წლიდან. ბავშვობიდან. ქართულ ფორუმზე SEO-ზე დავიწყე ამ ყველაფრის შესწავლას, სხვა შორის მადლობა მის შემქმნელებს. სიამოვნებით გამოვისყიდდი ამ დომენს თუ მიგიწვდებათ ხმა და აღვადგენდი ზუსტად იგივე პროექტს. ამ წლების განმავლობაში მინახავს ყველაფერი, Black Hat, White Hat, link building-ი, პროგრამებით, ხრუმერით, მილიონობით რაღაც. ამიტომ დღეს ჩვენ გვაქვს SOP-ები, სტანდარტული ოპერაციული პროცედურები, თითქმის პროცესების 80%-ზე მაინც. ჩვენთან რაღაცას არავინ არ აკეთებს. ყველაფერი გვაქვს გაწერილი, სისტემატიზებული და სტანდარტიზებული და ამაზე ეხლაც ვმუშაობ და ყოველდღიურად ვაუმჯობესებთ. ოკეი, თავისკებას რომ მოვrჩეთ, მინდა გაგიზიაროთ მეორე მხარეც, როგორია სინამდვილეში ანტერპრენერობა. სიმართლე გითხრათ, ეს ძალიან რთულია. ზოგადად ამის გაზიარებაც საკმაოდ რთულია, არ ვიცი რამდენად გამომივა ამ ფორმატში საუბარი, თუმცა ვცდი რა, ჩემი რამეც. ბოლო 2 წელია პრაქტიკულად არ მაქვს სოციალური ცხოვრება. არ ყოფილვარ კლუბში, არ დავდივარ გასართობად. შეიძლება მაგასაკდანაც გამოვედი, არ ვიცი, ჯერ ახალგაზრდა ვარ. მაგრამ სულ მუშაობ. შაბათს ვისვენებ მარტო, იმიტომ რომ ტვინი არ გადამეწვას და კვირა ჩემი საყვარელი სამუშაო დღეა. წყნარად შემიძლია რომ deep work ჩაუჯდე. ამ წუთასაც როცა ამ ვიდეოს ვიღებ, არის ჩემი რუტინის მე-10 დღე და ეს რუტინა მოიცავს იმას, რომ ყოველდღიურად ვდგები 6 საათზე, ვაკეთებ შემდეგ სხვადასხვა ქმედებებს, 6 ან 7 პროცესი მაქვს, რაც ვასრულებ, მაგალითად ეხლა ვაკეთებ push-up-ებს, შემდეგ ვდგები ლურსმნებზე და შემდეგ კიდე დამატებით სხვა პუნქტები მაქვს, რომლებიც დღის განმავლობაში უნდა შევასრულო. ხანდახან ეს ძალიან მოსაწყენი ხდება ხოლმე, მაგრამ მუშაობს, ნუ რას ვიზავთ და მაგალითად წინა წელს ბოლომდე აღარ მახსოვს, მაგრამ წელს დაახლოებით ნახევარი მაინც თლიანად წლის მსგავსი რუტინით გავიარე, ანუ ზუსტად იგივე რუტინით, შესაძლოა 2/3-იც კი. ვაკეთებ ხოლმე ამ სპრინტებს, მე ცოტახანი ვისვენებ და შემდეგ ისე ვაკეთებ. ჯერ მგონი ისე თავისკების რეჟიმში ვარ ამ ვიდეოში, არ ვიცი, ნახოთ როგორი გამოვა. ალბათ ნებისმიერ შემთხვევაში დავდებ და რადგან გულწრფელობა მაქვს ვიდეოს გამოწვევად და არა მარტო გულწრფელობა, ავთენტურობაც, ვიმსჯელებ იმაზე თუ რატომ ვაკეთებ ამას. კაი, ვიმსჯელებ პირველზე, ფული. მაგალითად წინა წლის ბოლოს, როცა ყველა ხელფასი გადავიხადე და ვალდებულებებიც გავისტომრე, მე თვითონ პირადად დამრჩა 200 ლარი მარტო. წელს ფინანსურად ბევრად წარმატებულები ვართ. წლის დასაწყისიდან დღემდე ალბათ მინიმუმ 500%-იანი ზრდა მაინც გვქონდა და წელს პირველად გადავწყვიტე ასევე რომ ზრდა შემეზღუდა. სადღაც ოქტომბერში გადავწყვიტეთ რომ სწრაფად აღარ გავზრდილიყავით. ყურადღება არსებული კლიენტებისთვის დაგვეთმო და ძალიან შეზღუდულად მიგვეღო ახალი კლიენტები. რათა ნუ ხარისხი გქონოდა დაცული. თავაროთ იმავე სტილში გავაგრძელებთ მომდევნო წელსაც, ყოველთვიურად შეზღუდული რაოდენობით გავფართოვდებით, სანამ უფრო დიდ მასშტაბზე და უფრო დიდ ქვეყანაში გასასვლელად მზად არ ვიქნებით. ოკეი, თემას გადავხვიე, ფულის გამო არ ვაკეთებ, თუმცა ისიც ამ ყველაფრის შემადგენელი მნიშვნელოვანი რესურსი. ზოგადად ბიზნესს ვაკეთებ ხოლმე 2 მიზანი აქვს ძირითადად. პირველი არის ფული და მეორე არის თავისუფლება. აი ბიზნესს რომ დაიწყებ, ბევრი ფული გექნება და თავისუფალი იქნები. უფროსი არ გაყოლება, როცა გინდა იმუშაო. ეს არის ყველაზე გავრცელებული მითი, რომელიცაც დაარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი თქვენგანს დღესაც გჯერათ და ალბათ სანამ თქვენ პირად არ გამოსდით იქამდე გეჯერებათ ეს, რაც მცდარია.
რაც შეეხება თავისუფლებას, როგორც გითხარით, დილის 6 დღეები, კვირასაც მუშაობ, ანუ როცა მინდა მაშინ მუშაობ, რა თქმა უნდა, ოღონდ სულ. ისედაც შენ როცა ხარ დამფუძნებელი და ლიდერი და თან ხარ ისეთ სფეროში, რომელიც მუდმივად იცვლება, სულ უნდა იმუშაო, დღეში 12 საათი, კვირაში 6 დღე, 5 დღე მაინც, მაგრამ დღეში 10 საათზე მეტი მაინც უნდა იმუშაო. ხოლო ჩვენი სფერო სულ იცვლება. წელსაც ხელოვნური ინტელექტის ძიება შემოვიდა ტრენდში და კვირაში ერთხელ მთელი გუნდი ვიკრიბებოდით კოლზე და ვატარებდით ექსპერიმენტებს ჯერ კიდე მაშინ, როცა დაჟე უცხოელმა ინფლუენსერებმაც არ იცოდნენ როგორ უნდა ემოქმედათ ამასთან დაკავშირებით და რა მოხდებოდა საერთოდ, ან რა მუშაობდა ეგ არ იცოდნენ. არ არსებობდა არნაირი ინსტრუქციები, ეხა ეს ინსტრუქციებიც არის რა თქმა უნდა და თან მაშინ რაც ვაკეთებთ გამართლა, მაგრამ იმუშავა ჩვენივე პროექტებზე იმუშავა კლიენტებისთვის და დღესაც მუშაობს. ეგენი ბევრი არ წარფერი შეცვლა, რასაც მაშინ მივაგენით. ჩვენმა კლიენტებმა კარგი შედეგი ნახეს. ერთ-ერთ უცხოურ კომპანიას მაგალითად ChatGPT ისეთი კომპანიების გვერდით აგდებს, როგორც არის Sony, როგორც არის Apple და ასე შემდეგ, რეკომენდაციებში. იმიტომ რომ ვიყავით ერთ-ერთი პირველები, ვინც მაგას აკეთებდა. ანუ, როცა დამფუძნებელი ხარ, რეალურად იმაზე მეტი მუშაობა გიწევს ბევრად, ვიდრე სხვა შემთხვევაში მოგიწევდა. სულ მუშაობ, როცა არ მუშაობ, მაშინაც საქმეზე ფიქრობ. დაჟე კლიენტების პროექტები მესიზმრება ხოლმე. წელს ჩემ დაბადების დღეზეც ვიმუშავე, წინა ახალ წელსაც ვიმუშავე, ამ ახალ წელსაც მინდა რომ ვიმუშაო, ცოტათი. უნდა არა, იმიტომ რომ რამე მოსასწრები, ან მოსასწრები იყო რაიმე, ან აუცილებლად სამუშაო იყო. უბრალოდ იმიტომ რომ სიამოვნებს, მისწორდები. კარგი, ანუ რატომ ვაკეთებ ამას? თავისუფლებას არ გამოდის, ფულის დიდად არ გამოვიდა პირველ შემთხვევაში. მე თვითონ ამაზე მაქვს რამოდენიმე ვარიანტი. პირველი არის The Game, თამაში, ანუ ეს ჩემთვის სპორტია იდეაში, მაგრად ვკაიფობ და სიამოვნებს კომპანიის და როგორც წეღანაც ვახსენ. განვითარება, სისტემების შექმნა, ახალი კადრების მიღება, დოულერთა და ღირებულებების შექმნა. მეორე არის გავლენა, impact. ამჟამად ცეთ პროექტებზე მუშაობთ, რომელთაც რეალურად SEO შესაძლოა რომ იყოს მათთვის ყველაზე დიდი ზრდის, ანუ სხვა ვერაფრით ვერ გაიზრდებიან, ისე როგორც SEO-თი გაიზრდებიან. ყველაზე დიდი ცვლილება ამ ეტაპზე მათ ბიზნესში შესაძლოა რომ SEO-მ გამოიწვიოს. ანუ ჯერ ჩვენ რას ვაკეთებთ გავლენას ახდენს ბიზნესს და შემდეგ მომხმარებლებსაც. მახსოვს წელს ერთ-ერთ კომპანიას SEO გავუკეთეთ და შემდეგ ქუჩაში შეიძლება ჩემატვინო დაიმახსოვრა პროსტა. სულ მათ ევაკუატორებს ხედავდით ქალაქშიც. თვითონ გვეუბნებოდნენ რომ შედეგი ჰქონდათ და ჩვენც ხედავდით კლიკების და ზარების რაოდენობას და მესამე არის ობსესია. რეალურად მე პირადად შეპყრობილი ვარ იმით რომ საუკეთესო ვიყო. ამ წუთასაც ამ ვიდეო ჩაწერის პროცესში წარმოდგენა არ მაქვს როგორი გამოვა. რეალურად გარე ჩანს შედეგი და ის რაც ამ შედეგის მიმდინარეობს, ეგ საერთოდ არ ჩანს. ხანდახან მეფიქრება რომ ლიდერობა რეალურად არის მარტოობა, რადგან at the end of the day, დღის ბოლოს ყველა პრობლემა, ყველა რისკი და ყველა შეცდომა შენთან მოდის. შენ ხარ ბოლო ინსტანცია. შენ თანამშრომლებს უკან შენ ხარ, ხოლო შენს უკან არაფერი აღარა. ოკეი, ბოლოს დავასრულებ 3 მითით ანტრეპრენერობის შესახებ. როგორი გამოვა ვიდეო, არ ვიცი, ცოტათი თავივიქეთ, ცოტათი ვიწუწუნე, იმაზე რომ ვმუშაობ და ბოლოს გვეცდები რომ ღირებულება გადმოგცეთ და 3 მითი გითხრათ ანტრეპრენერობის შესახებ, რომელიც მართლა მითი, რომელიც არ არის მართალი. პირველი არის ბალანსი, ხალხი, ვინც ამბობს რომ work-life balance შეგიძლიათ რომ დაიწყოთ, რა თქმა უნდა ის work-life balance არსებობს, მაგრამ თუ შენ გინდა ექსტრაორდინალური შედეგები, შენ უნდა იყო დისბალანსში. შენ უნდა იშრომ არ ადამიანურად ბევრი, ოღონდ ფოკუსირებულად. ანტრეპრენერობის შემთხვევაში ბალანსი არ არსებობს უბრალოდ, მით უმეტეს ტექნოლოგიურ სფეროებში. სხვა შემთხვევებში არსებობს, რა თქმა უნდა, თუ უბრალოდ იმუშავებთ რომელიმე კომპანიაში, მაგალითად, ჩემთან ჩვეულებრივად გექნებათ work-life balance. მეორე მითი რაც არის რომ შენ ხარ შენი თავის უფროსი. ხალხს გონია და ბიზნესი იწყებენ, იმიტომ რომ არ უნდათ რომ ყავდეთ უფროსი. რეალობა ის არის, რომ როცა ანტრეპრენერი ხარ, შენი უფროსია ყველა. შენი უფროსია შენი კლიენტი, შენი უფროსია შენი გუნდი, რადგან მათ წინაშე ხარ ვალდებული, მინიმუმ ხელფასები მაინც უნდა უხადო და ბევრი სხვა ამიტად ხარ ვალდებული და მათ უნდა იმსახურ და ისეთი გარემო უნდა შეუქმნა, სადაც იმაზე მეტის მიღწევა შეძლებენ, ვიდრე თვითონ წარმოედგინათ. შენი უფროსია ზოგადად, ბაზარი, ეკონომიკა, ბევრი რამე. ანუ შენ არ ხარ რეალურად თავისუფალი. პირიქით ისეთ სამსახურში მუშაობ, საიდანაც წამოსვლაც კი არ შეგიძლია. ანუ ეგეც მითია. და მესამე მითი არის, როცა სტაფილო რო უკიდიათ ხოლმე წინ რომ რაღაცას მივაღწევ და დავისვენებ. სინამდვილეში პირიქითაა, როცა რაღაცას მიაღწევ, მწვერვალზე ქარი უფრო ძლიერად უპერავს, როცა პირველი ხარ ყველა შენ გიმიზნებს, ყველა, ანუ შენ ხარ სამიზნე. ამიტომ ლიდერობა ნიშნავს მუდმივად მზადყოფნას, პირიქით შენ ვერ დაისვენებ სავარაუდოდ, რადგან ეს არ არის სპრინტი, სადაც ფინიშია და ჩერდება, პირიქით არის მარათონი და ეს მარათონი არასდროს არ მთავრდება. ოკეი, თუ ანტრეპრენერობა გინდა, უნდა იცოდე რომ მარტივი გზის გავლა არ მოგიწევს, ხოლო თუ ამ ვიდეოს ბოლომდე უყურე და შენშიც არის ის ობსესია, რაც ვისაუბრე, რომ რაიმე დიდებული შექმნა, გამოიწერე არხი და დალაიქე ვიდეო. რამე კომენტარსაც თუ დამიწერ, მაგრად გამისწორდება.